ტონი სტარკის კაბელია რა. გიფიქრია რა შრეებისგან შედგება კაბელი? მოდი ერთად გავიგოთ. პირველში ეს გარსაცმი ეწოდება და მისი მთავარი დანიშნულება დინგამტარი ძარღვების გარე მექანიკური ზემოქმედებისგან და ტენიანობისგან დაცვაა. გარსაცმი შეიძლება იყოს პოლივინილ ქლორიდის, თერმოპლასტიკური ჰალოგენებისგან თავისუფალი ნაერთის, პოლიეთილენის ან რეზინის. ალუმინის და სპილენძის ფოლგა ხშირ შემთხვევაში საკონტროლო სასიგნალო კაბელებში გვხვდება ელექტროველებისგან დასაცავად. ძალოვან კაბელებში კი ფოლგა დამიწებისთვის გამოიყენება. ზოგიერთ კაბელს დამატებითი შრე აქვს, რომელსაც შემავსებელს ვეძახით. მისი ძირითადი ფუნქცია კაბელის მექანიკური დაზიანებისგან დაცვა და მისთვის მრგვალი ფორმის შენარჩუნებაა. შემავსებელში შეიძლება გამოყენებული იყოს PVC და თერმოპლასტიკური ჰალოგენებისგან თავისუფალი ნაერთი. იზოლაციის ძირითადი დანიშნულებაა ლითონის დინგამტარების საიმედო იზოლაცია. ძირითად მასალებად გამოიყენება პოლივინილ ქლორიდი, პოლიეთილენი და რეზინა. დინგამტარი ძარღვები კაბელის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული შრეა, რომელიც ძირითადად სპილენძისგან ან ალუმინისგან მზადდება. კაბელის დანიშნულებიდან გამომდინარე, ის შეიძლება იყოს მოქნილი, ნახევრად მოქნილი ან ხისტი. დინგამტარის ხარისხი პირდაპირ გავლენას ახდენს კაბელის პერფორმანსზე, უსაფრთხოებასა და ენერგოეფექტურობაზე. გახსოვდეთ, რომ კაბელის თითოეულ შრეს თავისი დანიშნულება აქვს და როდესაც თითოეული მათგანი აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტს, მთლიანი სისტემა უსაფრთხოდ მუშაობს. არ დაგავიწყდეთ საკაბელს არხის გამოწერა, რომ არ გამოჩეთ სიახლეები.